საკორწინო აკრძალვები არის ესეთი ტერმინი კიდევ ცნება. ეს არის ადამიანთა ქორწინების შეზღუდვა კანონმდებლობით, რელიგიური ნორმებით ან ადათ-წესებით. საკორწინო არჩევანი წარმოადგენს საკორწინო პარტნიორის არჩევას მოცემული საკორწინო წრის ფარგლებში. საკორწინო არჩევანზე მოქმედებს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური კრიტერიუმები. თითოეული მათგანის მნიშვნელობა ცვალებადია დროში და დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, კულტურულ ნორმებსა და ტრადიციებზე. ცალკეული კრიტერიუმის გავლენის მნიშვნელობა საკორწინო არჩევანზე იზომება ქორწინების ინდექსებით. არის ესეთი ცნება საკორწინო ბაზარი. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება დემოგრაფიაში ქორწინების ასაკის, უნარიანი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობათა თანაფარდობის აღსანიშნავად. ვითარება საკორწინო ბაზარზე დაქორწინების ალბათობა დამოკიდებულია მოსახლეობაში პოტენციური საკორწინო პარტნიორების რაოდენობაზე, მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივ სტრუქტურაზე. საკორწინო ბაზრის ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე შობადობის დონის მკვეთრი ცვალებადობა და სქესობრივად არადაბალანსებული ინტენსიური მიგრაციული პროცესები. თავის მხრივ არახელსაყრელი ვითარება საკორწინო ბაზარზე მოქმედებს როგორც ქორწინების, ისევე განქორწინების პროცესზე. საკორწინო და საოჯახო კოდექსი. ეს არის კანონთა კრებული, რომელიც ქორწინებასთან და ოჯახთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს. საკორწინო და საოჯახო კოდექსით დადგენილია დაქორწინებისა და განქორწინების პირობები და წესი. მოწესრიგებულია ოჯახში თუ ოჯახის სხვა წევრთა შორის წარმოშობილი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, აგრეთვე შვილად-აყვანისა და სხვა საკითხები. საკორწინო კონტრაქტი. მრავალი ქვეყნის სამართალში მეფე დედოფლის მიერ დაქორწინების დროს დადებული შეთანხმებაა ქონების მართვისთვის თუ ურთიერთუფლებებისა და მოვალეობის მოწესრიგების თაობაზე. საკორწინო კოჰორტა არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც დაქორწინდა ერთი და იმავე პერიოდში, ჩვეულებრივ 1 ან 5 წლის მანძილზე. ესა თუ ის დემოგრაფიული შემთხვევა საკორწინო კოჰორტაში განიხილება დაქორწინების მომენტიდან გასული ინტერვალით. საკორწინო კოჰორტა წარმოადგენს კოჰორტის ზოგადი ცნების კერძო შემთხვევას. საკორწინო წრე მოცემულია ადამიანებისათვის შესაძლებელი საკორწინო ერთობლიობაა. საკორწინო წრე განისაზღვრება როგორც საკანონმდებლო სისტემითა და საზოგადოების ზნეობრივ ეთიკური ნორმებით, ისევე მოცემული ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მისი ხასიათის თავისებურებებით და სხვა. მონოგამიური ქორწინების პირობებში საკორწინო წრეში ფორმალურად არ შედიან ქორწინებაში მყოფი პირები, მაგრამ განქორწინების თავისუფლების დროს საკორწინო წყვილთა გარკვეული ნაწილი შეირწევა ქორწინებაში მყოფთა კატეგორიიდან. პოტენციურ საკორწინო პარტნიორებად არ განიხილებიან ის პირები, რომლებთანაც ქორწინებას გრძალავს კანონი ან ადათ-წესები. საკორწინო წყვილთა შერჩევა. ეს არის ტერმინი, რომელსაც დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნავენ ცალკეულ პირთა ან ურთიერთშესაფერის წყვილთა მოძებნის სპეციალურ ორგანიზაციათა საქმიანობას. ტრადიციული ოჯახის პირობებში შვილებისათვის მეუღლეების შერჩევას აწარმოებდნენ მშობლები ან შუამავლები, მაჯანგლების სახით. თანამედროვე პირობებში პარტნიორის შერჩევას ძირითადად აწარმოებენ თვითონ დაქორწინების სურვილნი, თუმცა შესაბამისი პარტნიორის ძიებისას გამოიყენებიან როგორც ნაცვლად მეგობრები, ისევე მშობლები და სხვა. სპეციალური საშუალო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართულია შესაძლებელი არჩევანის გაფართოებისაკენ. ქორწინების ხანგრძლივობა. ეს სიდიდეა, რომელიც ახასიათებს ქორწინების ხანგრძლივობას
დაქორწინების მომენტიდან დაკვირვების ან რომელიმე დემოგრაფიული შემთხვევის დადგომის, მაგალითად მიმდინარე ქორწინების ხანგრძლივობა ან ქორწინების შეწყვეტის მომენტამდე, მაგალითად ბოლო ქორწინების ხანგრძლივობა, იზომება წლებით, როგორც საშუალო ქორწინების ხანგრძლივობა რეალურ ან ჰიპოთეზური საკორწინო კოჰორტისათვის. ან სხვავებენ იურიდიული და ფაქტობრივი ქორწინების ხანგრძლივობას. დემოგრაფიას აინტერესებს ფაქტობრივი ქორწინების ხანგრძლივობა, მაგრამ ვინაიდან მონაცემები მის შესახებ ძნელად არის მოსაძიებელი, იყენებს იურიდიულ ქორწინების ხანგრძლივობას. პირველ ქორწინებაში ყოფნის ხანგრძლივობა საშუალოდ უფრო მეტია, ვიდრე ხელახალი ქორწინების. განქორწინების მიზეზით ქორწინების შეწყვეტისას ის უფრო ნაკლებია, ვიდრე მეუღლის გარდაცვალებით, დაქვრივებით გამოწვეული ქორწინების შეწყვეტის ხანგრძლივობისას. ჩვეულებრივად ქორწინების ანალიზისას, განსაკუთრებით ის ქორწინების ისტორიული ევოლუციის ანალიზისას გამოიყენება აგრეთვე ქორწინების ევროპელი ტიპი. მისთვის დამახასიათებელია პირველ შემთხვევაში გვიანდელი ქორწინება და მეორე შემთხვევაში უქორწინების მაღალი წილი. აღნიშნავთ, რომ ქორწინების ევროპული ტიპის განსაზღვრისას აუცილებელია, რომ ორივე კომპონენტი მონაწილეობდეს. თუ მარტო გვიანდელი ქორწინებაა და არ არის უქორწინების მაღალი წილი, ეს არ ჩაითვლება ქორწინების ევროპულ ტიპად. ისევე როგორც ვთქვათ, არის უქორწინების მაღალი წილი, მაგრამ არ აქვს ადგილი გვიანდელ ქორწინებას. ქორწინების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო ევროპისათვის მისი აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონების გამოკლებით, ესე იგი ძირითადად დასავლეთ ევროპისათვის. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში 25-29 წლის ასაკის ქალებში დაუქორწინებელი იყო 30%, ხოლო 45-59 წლის ასაკში 12%. მამაკაცებში შესაბამისად 48 და 11%. იმავე დროს ბულგარეთში 25-29 წლის ქალებში დაუქორწინებელი იყო მხოლოდ 3%, ანუ 10-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, ხოლო 45-59 წლის ასაკში 1%, ასევე 10-ჯერ და 12-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში. მამაკაცებში შესაბამისად ასეთი მდგომარეობა იყო 25-29 წლისათვის 23% და 3% 45-59 წლის ასაკისათვის. ქორწინების ევროპული ტიპის გავრცელებამ დასავლეთ ევროპაში ხელი შეუწყო შობადობის შემცირებას. განვიხილოთ ქორწინების მაჩვენებლები. ქორწინებას სხვადასხვა კოეფიციენტი ახასიათებს. მოცემულ შემთხვევაში დავიწყოთ ქორწინების ზოგადი კოეფიციენტით. ქორწინების ზოგადი კოეფიციენტი წარმოადგენს გარკვეულ პერიოდში დაქორწინებულთა რაოდენობის შეფარდებას იმავე პერიოდის მოსახლეობის საშუალო რაოდენობასთან. გამოისახება პრომილებში. ქორწინების ზოგადი კოეფიციენტი უჩვენებს დაქორწინებულთა რაოდენობას მოსახლეობის 1000 სულზე. ქორწინების ზოგადი კოეფიციენტი გამოიანგარიშება მოტანილი ფორმულით, სადაც K, ესე იგი, ქორწინების ზოგადი კოეფიციენტი უდრის დიდი K შეფარდებული P-სთან, ანუ როგორც ითქვა, დაქორწინებულთა რაოდენობა შეფარდებული მოსახლეობის საშუალო რაოდენობასთან და გამრავლებული 1000-ზე, ვინაიდან ჩვენ გვინდა მოცემული მაჩვენებელი გამოვხსნათ პრომილებში, ანუ მოსახლეობის 1000 სულზე. ქვემოთ მოტანილია კონკრეტული მაგალითი. რეგისტრირებულ დაქორწინებულთა რაოდენობამ საქართველოში 2005 წელს შეადგინა 18012. იმავე დროს შეფასებითი მონაცემებით საქართველოს საშუალო წლიური მოსახლეობა ტოლი იყო 3.894.500-ისა. აქედან გამომდინარე, რიცხვებში იქნება დაქორწინებულთა რაოდენობა, ანუ 18.012
ნიშნულში მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, ანუ 3.884.500 და ფარდობას ვამრავლებთ ფორმულიდან გამომდინარე 1000-ზე. კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ, რომ საქართველოში 2005 წელს ქორწინდებოდა მოსახლეობის 1000-ზე 4.6 ადამიანი საშუალოდ, ანუ 4-5 ადამიანი. არის ისეთი მაჩვენებელი, როგორიც არის ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი. იგი წარმოადგენს გარკვეულ ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობის შეფარდებას იმავე ასაკის მოსახლეობის რაოდენობასთან. გამოისახება პრომილებში. ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი გამოიანგარიშება მოტანილი სახის ფორმულით, სადაც K გარკვეულ ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობაა, ხოლო P X იმავე X ასაკის მოსახლეობის რაოდენობა. ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი გაიანგარიშება ცალ-ცალკე მამაკაცებისა და ქალებისათვის, როგორც ყველა, ისე პირველი და ხელახალი ქორწინებისათვის. კონკრეტული მაგალითიც არის მოყვანილი, საიდანაც ჩანს, რომ თუ საქართველოში 2005 წელს დაქორწინდა 20-24 წლის ასაკის 4655 მამაკაცი და იმავე დროს საქართველოში იყო 158800 20-24 წლის ასაკის მამაკაცი, აქედან გამომდინარე რიცხვებში მოხდება დაქორწინებულ ამ ასაკში 20-24 წლის ასაკში დაქორწინებულ მამაკაცთა რაოდენობა, ხოლო ნიშნულში 20-24 წლის ასაკის მამაკაცთა საშუალო რაოდენობა. ფარდობას პრომილებში რომ მივიღოთ, მონაცემები ვამრავლებთ 1000-ზე და მივიღეთ, რომ 20-24 წლის ასაკში 1000 მამაკაციდან 2005 წელს საქართველოში დაქორწინდა 31-ზე რამდენადმე მეტი. ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტი. ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტი წარმოადგენს ქორწინებათა პირობით საშუალო რაოდენობას, რომელიც მოცემულ თაობაში მიიღება მათი ცხოვრების მანძილზე, მოკვდაობისა და თაობის ცვალებადობის გამომწვევი სხვა მიზეზების არარსებობის შემთხვევაში. მიიღება როგორც ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამი ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით. ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტები განისაზღვრება 15-60 წლის ასაკისათვის. 60 წელზე უფროსი ასაკში ქორწინებები შეჰყავთ 60 წლის ასაკის ქორწინებათა რაოდენობაში. ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტი შეიძლება განისაზღვროს როგორც ყველა, ისე პირველი და ხელახალი ქორწინებისათვის. ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტის გამოიანგარიშება ფორმულით, რომელსაც თქვენ ხედავთ. ჯამობრივი კოეფიციენტი იგივე პირობებია დამახასიათებელი ქორწინების შემთხვევაში, როგორც ვთქვათ, შობადობის შემთხვევაში. Moment იქ თუ ასაკი აიღებოდა ინსასოკოპებრივი ინტერვალი 15-59 წლისათვის, აქ აიღება 15 და 60 წლისათვის და როგორც ითქვა, 60 წელზე უფროსი ქორწინებები შეჰყავთ ამ ასაკობრივ ჯგუფში. ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ თუ საქართველოში ქორწინების ასაკობრივმა კოეფიციენტება ასაკობრივი ჯგუფებისათვის შეადგინეს, ვთქვათ, 15-19-ისათვის, 21, 20-24-ისათვის 45 და 8, ანუ ესე იგი ამ ასაკის 1000 ქალზე, ან მამაკაცზე და ქალებისათვის არის მოტანილი კონკრეტული მაგალითი, ქორწინდებოდა 21 და 20-24 წლის ასაკში 45 და 8 და მე-10 და ასე შემდეგ. მივიღებთ, რომ ყველას მათ თუ ავჯამავთ ასაკობრივ კოეფიციენტებს და გავამრავლებთ 5-ზე და შემდეგ გავყოფთ 1000-ზე, ვინაიდან
ერთ ქალზე უნდა გავიანგარიშოთ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ კონკრეტულ რომელიმე რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში მივიღეთ რომ ქორწინების ჯამობრივმა კოეფიციენტმა 2005 წელს საქართველოში ქალებისათვის შეადგინა 0.622, რაც იმას ნიშნავს, რომ 2005 წლის მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალოდ ცხოვრების მანძილზე შეიძლება ქორწინებაში შედიოდა ქალების მხოლოდ 62% დაახლოებით, ცოტა რამდენადმე მეტი, 62.2%. ანუ ერთი სრული ქორწინებიდან მხოლოდ 62%. ანუ 0.6. ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტების ხუთზე გამრავლება იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ შემთხვევაში აღებულ იქნა ხუთწლიანი ასაკობრივი ჯგუფები, ანუ ხუთწლიანი ინტერვალით. თუ დავიწყოთ 15-19 და ნახავთ ასევე შემდეგ 20-20 და ასე შემდეგ 55-59-ის ჩათვლით, ჩვენ ნახავთ, რომ ინტერვალი არის ხუთწლიანი. ასე დროს აუცილებელია ხუთზე გამრავლება. ერთწლიანი რომ ყოფილიყო ეს ასაკობრივი კოეფიციენტები, მაშინ ხუთზე გამრავლება არ იქნებოდა საჭირო. მადლობთ ყურადღებისათვის.